გამარჯობათ. ძალიან ბევრი სასოფლო სამეურნეო მწარმოებელი მაღაზია თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტი საკუთარ პროდუქციას უწოდებს ნატურალურს. თვალებში ნაცარს გვაყრის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ამ ნაცარს შეუშვერთ თუ არა თვალებს. მე ახლა ვეცდები გაგიმარტოთ რას ნიშნავს ნატურალური და რით განსხვავდება ის ტერმინისაგან ბიო, იგივე ეკო, იგივე ორგანული. ენობრივად ნატურალური ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივს, მაგრამ რეალურად სოფლის მეურნეობის პროდუქცია არასოდეს არ არის ბუნებრივი. როდესაც თქვენ რაიმე ფართობზე თესავთ რაიმე სასოფლო სამეურნეო კულტურას, ვთქვათ კინს. უკვე ეს არ არის ბუნებრივი. ანუ ასეთი მიდგომით ნატურალურია ტყეში მოსული მაყვალი ან ასკილი. ასევე მოცვი ან პანდავაშლი. ნატურალური კიტრი არის ინდოეთის ჯუნგლებში. ნატურალური პომიდორი პერუს მთებში, სადაც ის ბუნებრივად და ველურად იზრდება. ანუ ადამიანი სადაც ერევა და თავისი ჩარევით უპირატესობას აძლევს სასოფლო სამეურნეო კულტურას, ეს უკვე არის სოფლის მეურნეობა, ანუ ნატურალური აღარ არის. ეს არის ის, რაც ქვეცნობიერად ესმის თითოეულ ჩვენგანს და რომელი გაგებაც არის ყველანაირად სწორი. ამ სიტუაციით ისარგებლა ბიზნესმა დაწყებული გლეხიდან დამთავრებული მაღაზიებით და რადგან ტერმინზე ნატურალური არ არსებობს, კაცრი რეგულაცია და სერტიფიცირება არ მოითხოვება, რაც შეიძლება ნატურალური ეწოდოს, ნატურალური დაარქვეს ყველა იმ პროდუქტს, სადაც მინიმალური არაქიმიური ჩარევა ხდება. ზოგი ისე გათამხედდა, რომ ტერმინს ნატურალური ბიოზე წინ აყენებს, რაც არანაირად არ არის სწორი, სიტყვა ნატურალურის მარკეტინგული გაგებითაც კი. მომყავს ციტატა ერთი ასეთი Facebook გვერდიდან. ყველა მიცის, რომ ბიო კარგია, მაგრამ იცოდით, რომ ნატურალური უკეთესია? ბიო სოფლის მეურნეობაში გარკვეული ბიომედიკამენტები ჯერ კიდევ გამოიყენება, ხოლო ნატურალურ მეურნეობაში ბუნებას ვაძლევთ ნებას აკეთოს თავისი ჯადოქრობა, არანაირი ქიმიკატები, მხოლოდ ჰარმონია მცენარეებს შორის. ჯერ ერთი სიტყვა მედიკამენტი აქ არის შეცდომით გამოყენებული და მეორეც ამას ამბობს ადამიანი, რომელიც სულ 1 წელია ფლობს წვანილების მეურნეობას და რა ხდებოდა იმ მიწაზე წინა წლებში არავინ იცის. შეიძლება სიტყვაზე ენდოს ვთქვათ წინა მფლობელს, მაგრამ ასეთი რამ ბიომეურნეობაში დაუშვებელი გახლავთ. დიახ, მისი მწვანილი არის ნატურალური, რადგან ის არ იყენებს ამჟამად არანაირ ქიმიას, მაგრამ ბიომდე მისი პროდუქცია ნამდვილად ვერ გაჩავს, რადგან ერთწლიანი კულტურებისათვის მიწამ მინიმუმ 2 წელი უნდა დაისვენოს შხამ ქიმიკატებისაგან და მხოლოდ მესამე წელს მოყვანილი მწვანილი ან ერთწლიანი კულტურა ნებისმიერი შეიძლება რომ ბიო ეწოდოს. მეორე მხრივ თეორიულად, რადგან ეს ადამიანი საერთოდ უარს ამბობს სასუქის გამოყენებაზე და ქიმიის გამოყენებაზე, მისი მწვანილი მართლაც რომ საუკეთესო იქნება, რადგან კარგი მწვანილი მოდის სწორედ ღარიბ ნიადაგზე და მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრი შენიშვნა მაქვს მასთან, ეს ადამიანი მაინც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რადგან ქიმიური მეთოდების წინააღმდეგია თვითონაც და სხვებსაც მოუწოდებს იგივეს. მართალია, გაუთვითცნობიერებელი ადამიანები საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის შეცდომაში შეჰყავს, მაგრამ ერთი დამისახელეთ რომელიმე რეკლამა, რომელიც არ აჭარბებს საკუთარი თავის ქებაში. ესეც ესე არა. მოვიყვან მაგალითებს, როდის უწოდებენ პროდუქციას ნატურალურს და თან ისე, რომ ვერ შეედავები. აი ეს უმარტივესი, მაგალითად საცხობი აცხობს პურს და ამისათვის იყენებს რას ფქვილს
მარილს, საფუარს. ეხლა და მხოლოდ დაწყობს. ამიტომ საწყობის მეპატრონეს შეუძლია თქვას, რომ მისი პური არის ნატურალური, რადგან მინიმალური ჩარევით ხდება ამ დაწყისი ინგრედიენტების გადამუშავება. ეხლა მისი ფქვილი როგორი ხორბლისაგან მოვიდა იმ ხორბალზე რა პესტიციდმა და ჰერბიციდმა იმოქმედა, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს ფქვილი 1000-ნაირი ქიმიით იყოს მოყვანილი, მაგრამ ნატურალურის დარქმევის უფლება აქვს, იმიტომ რომ თვითონ არაფერი გაუკეთებია ქიმიური. მაგრამ ვერასოდეს ვერ უწოდებს ბიოს, რადგან მას უნდა ჰქონდეს სერტიფიცირებული ბიოფქვილი, ასევე სერტიფიცირებული უნდა იყოს ბიოსაფუარი, წყალს რომელსაც იყენებს ქლორირებული არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი რიგი პრობლემებია, სანამ ბიოს დაარქმევს იგივე პურს. კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არ დგას ტერმინი ნატურალური ბიოზე წინ. თქვათ იყიდა ფერმერმა მიწა. მოიყვანა ბოსტნეული ქიმიის გარეშე და უწოდა მას ნატურალური. ეს საუკეთესო შემთხვევაა და ქებადა დიდება ამ ფერმერს, რომ მოიყვანა ქიმიის გარეშე. მარკეტინგული გაგებით მისი პროდუქცია მართლაც ნატურალურია, მაგრამ ბიო ვერ გახდება, ვინაიდან მას მიწა ახალი ნაყიდი აქვს და ვიდრე მის მფლობელობაში მიწა 2 ან 3 წელი არ იქნება და ამ დროში არ დაისვენებს ქიმიისაგან, მანამდე მისი პროდუქცია ვერანაირად ვერ იქნება ბიო. და მხოლოდ აი ამ 2 ან 3 წლის გავლის შემდეგ, ну თქვათ ერთწლიანი კულტურებისათვის 2, მრავალწლიანი კულტურებისათვის 3 წელი, ამის გავლის შემდეგ შეიძლება ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მის პროდუქციას ბიო ეწოდოს. კიდევ მეტი მაგალითები გნებავთ? კი ბატონო, აგერ მაღაზიას აწერია რეკლამა ნატურალური რძე. ამ მაღაზიისათვის გლეხიდან ნაყიდი რძე არის ნატურალური. აბარა მაღაზიას არც არაფერი დაუმატებია, არც მოუხდია და ყიდის ისე, როგორც მიყიდა გლეხმა. ხოლო ძროხა რა საძოვარზე იყო და რა ქიმიით დამუშავდა ის საძოვარი, ეს მაღაზიის მეპატრონემ კი არა, როგორც წესი გლეხმაც არის ის. უფრო მეტიც ჩახვედით სოფელში. გლეხმა თქვენს ცხვირწინ მოწველა ძროხა. ჩაგისხათ ჭურჭელში და მოგცათ თქვენთვისაც და იმ გლეხისთვისაც, ასე ვთქვათ, ის რძე არის ნატურალური, მაგრამ თუ საძოვარზე ქიმია და სასუქები იქნა გამოყენებული, ან თივა მოყვანილი შხამქიმიკატების გამოყენებით, რძეც მარკეტინგულად ნატურალური კი ბატონო იქნება, მაგრამ შეიძლება ძალიანაც მავნე გამოდგეს. და რძე რომ ნამდვილად ბიოპროდუქტად ჩაითვალოს, ძროხა წელიწადში მინიმუმ 120 დღე შხამქიმიკატებისაგან თავისუფალ იალაღზე უნდა იყოს. მისი გაზრდისას ანტიბიოტიკები და ზრდის სტიმულატორები არ უნდა იქნეს გამოყენებული, თივაც ასევე სუფთა საძოვარზე უნდა დამზადდეს და კიდევ ბევრი სხვა პირობა უნდა დაიცვას გლეხმა. აი ასეთი რძე ნამდვილად იქნება ხარისხიანი და უსაფრთხო. კიდევ ერთი მაგალითი, ნახალოვკაში არის საკმაოდ პოპულარული მაღაზია მარკეტ ნატურალ. მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი სუპერმარკეტია, რომელმაც სიტყვა ნატურალით მიიპყრო ყურადღება და ხავს მომხმარებელი. აი არაფრით გამორჩეული მაღაზია არ არის, ვთქვათ, იგივე კარფურისაგან ან ევროპროდუქტისაგან. სიტყვა ნატურალ არავინ არ კრძალავს, არც უნდა აიკრძალოს, ну კაცმა რომ თქვას რეკლამა აკრძალული არ არის, ხო? და რეკლამაში გადაჭარბებული თავისქება მოსული ამბავია. ასე რომ, როცა გვეუბნებიან, რომ პროდუქცია არის ნატურალური 99.9% შემთხვევაში გვაბოლებენ და თვალებში ნაცარს გვაყრიან, იმიტომ რომ იციან, რომ ის რაც ქვეცნობიერშია ჩადებული, ნატურალური, იმაზე გვიჩნდება ასოციაცია.
არავითარი კანონი და სერტიფიცირება ნატურალურ პროდუქტებზე არ არსებობს. მაშინ როცა ბიო იგივე ორგანულ პროდუქტს და მეურნეობას სჭირდება სერტიფიკატი. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტი და არის ასერტიფიკაციო ორგანოც. უბრალოდ ორგანოებიც. რამდენად რეალურად და ეფექტურად ასრულებენ ისინი თავის საქმეს რა მოგახსენოთ, უბრალოდ არ ვიცი. მაგრამ კანონიც არსებობს, მაკონტროლებელიც და შესაბამისად, როცა ბიოხარისხის პროდუქციას ყიდულობთ, ყოველთვის უკეთესად ხართ დაცული. ეხლა რატომ არ შემოიღეს პროდუქციის ხარისხი ნატურალური და არ დაადგინეს მისი სტანდარტები? საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიო სტანდარტის შემქმნელები არიან ნორმალური განათლებული ადამიანები, არა მარკეტოლოგები. მათ სიტყვა ნატურალური ესმით, ისე როგორც უნდა ესმოდეთ და რა სტანდარტი უნდა დაუწესო ადამიანის ჩარევის გარეშე ველურ ბუნებაში მზარდ მცენარეს ან ცხოველს. უნდა დააწესეს სტანდარტი, რომელსაც ჰქვია ბიო, იგივე ეკო, იგივე ორგანული. მაგრამ არსებობენ მარკეტოლოგები და მარკეტოლოგიას ტყუილად კი არ ეძახიან მეცნიერებას მომხმარებლის დაბოლების შესახებ. და მათ კი შემოიღეს მარკეტოლოგიური ნატურალური სცნება, რომელსაც ვისაც როგორ უნდა ისე მოარგებს საკუთარ პროდუქციას და ამისათვის პასუხს არ აკეთებს. კანონი ბიოსტანდარტის შესახებ რაღაც დონეზე რომ მოქმედებს, მოვიყვან რეალურ მაგალითს. საქართველოში იყიდებოდა მეფრინველების პროდუქცია სავაჭრო ნიშნით ბიო და მას შემდეგ რაც საქართველოში შემოიღეს ევროკავშირის ანალოგიური რეგულაცია, მწარმოებელი იძულებული გახდა შეეცვალა დასახელება, რადგან მისი პროდუქცია მიიღებოდა გავრცელებული ინტენსიური მეფრინველეობის ტექნოლოგიით და სულაც არ იყო ბიო. ამიტომაც პროდუქციას დაარქვა ბიუ. თან ეს უ ისე წერია რეკლამაზე, რომ თავი ოს მიუღავს. ეს კანონიერი და ნებადართული მარკეტინგული ხრიკია. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნული პროდუქცია ბიო დონის ჰქონია, არადა არაფრით არ განსხვავდება ბრაზილიური და ჩინური ქათმებისაგან, გარდა იმისა, რომ გაუყინავია. აი ანალოგია კიდევ დააკვირდით Bosch და BQSCH. ძალიან ხშირად BQSCH-ის მყიდველს გონია ორიგინალი Bosch-ი იყიდა ლილოს ბაზრობაზე იაფად. იგივეა ბიო და ბიუ. ასეთი სახელის დარქმევა აკრძალული არ არის, შესაბამისად ნებადართულია. მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე პროდუქცია ცუდია. მე ვამბობ, რომ ეს ნებადართული მარკეტინგული ხრიკია. მე თვითონ მაქვს BQSCH-ის ტექნიკა და ძალიან კარგად ვიყენებ. 10 წამის წესის დაცვით. ეხლა ორიგინალი Bosch-ი სახელის გამო ისე ძვირია, მის ფასად 3 BQCH-ი მომივა და ნორმალური ექსპლუატაციისას არც არაფერი ემუქრება. ყოველ შემთხვევაში Bosch-ის პაძელკა არ არის. ბიუც არაერთხელ მიყიდია და როცა ჩემი ქათმები არ მეყოლება, რა თქმა უნდა, კიდევ ვიყიდი. ეხლა დასკვნის სახით, სიტყვა ნატურალურის გამოყენებისათვის საკუთარ პროდუქციაზე არც ერთ მწარმოებელს ან გამყიდველს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დიდი სოციალურ ქსელებში გაბაზრდეს პროდუქციის უვარგისობა ან უხარისხობა და ცოტა ხანში ყველაფერი დაავიწყდება. აი ბიო რომ უწოდო, ან ორგანული შესაბამისი სერტიფიკატი უნდა გქონდეს მაკონტროლებლისაგან და თუ ვინმე არასწორად უწოდებს თავის პროდუქციას ბიოს, მას ელოდება კაიმსუყე ჯარიმა. სერტიფიკატის დაკარგვა თუ ასეთი ჰქონდა
და ასეთ მწარმოებელს შეგიძლიათ უჩივლოთ და მოუგოთ პროცესი და მიიღოთ კომპენსაცია. ამიტომ, როდესაც ბიოპროდუქციას ყიდულობთ, ბევრად უკეთ ხართ დაცული უხარისხო და მავნე საკვებისაგან. მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ პერიოდული სერტიფიცირება საკმაოდ ძვირი ჯდება და რეალურად მნიშვნელოვნად აძვირებს პროდუქციას. მაგალითად, 1 ჰექტარი მიწაზე განთავსებული ბიომეურნეობის სერტიფიცირებისათვის მხოლოდ სერტიფიცირების გადასახადი $500 ეკვივალენტი გახლავთ. მე მგონი ხვდებით, რომ ეს მინიმუმ 3-ჯერ ფასის გაზრდას ნიშნავს ამ ჰექტარზე მოყვანილი პროდუქციისათვის. ამიტომ ზოგი ფერმერი, ვისაც ყავს ნაცნობი კლიენტთა წრე, ვინც ენდობა, რომ მისი პროდუქცია ხარისხიანია და უვნებელია, არ იღებს ამ სერტიფიკატს, მაგრამ ყიდის მხოლოდ თავის ანაცნობო წრეში, არსად მის პროდუქციას ბიო არ აწერია, ეს განსაკუთრებით ფუტკრის მეპატრონეებშია ასეთი პრაქტიკა გავრცელებული. ასე რომ თუ გყავთ ნაცნობი ფერმერი, რომელიც მხოლოდ ბიომეთოდებით მუშაობს და დარწმუნებული ხართ მასში, გაუფრთხილდით ამ ნაცნობობას და შეუწყოთ მაქსიმალურად ხელი ქალბატონებო და ბატონებო. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.